1918 წელი შეერთებული შტატები, ქალაქი ფილადელფია. პირველ მსოფლიო ომში მიმავალი სამხედროების მხარდასაჭერად იმართება მასშტაბური აღლუმი, რომლის საყურებლათაც 200,000 ადამიანი ერთად იყრის თავს. ისინი ზეიმობენ და მხიარულობენ და არც კი იციან, რომ ერთმანეთს ფატალური ვირუსით აინფიცირებენ. აღლუმიდან ზუსტად 3 დღეში ფილადელფიის აბსოლუტურად ყველა საავადმყოფოს, ყველა საწოლი დაკავებულია დაავადებული და მომაკვდავი პაციენტებით. სულ რამდენიმე დღეში ერთ ქალაქში კვდება 4,500 ადამიანი. როდესაც ქალაქის მეთაურები ფილადელფიის საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილებას იღებენ, უკვე ძალიან გვიანია. ვირუსის კატასტროფული სიჩქარით გავრცელებას ეს ვეღარ აჩერებს. კვირების შემდეგ მარტო ფილადელფიაში, მარტო ერთ ქალაქში გარდაცვლილთა რაოდენობა 12,000-ს აღწევს. ვირუს, რომელზეც მე ახლა საუბრობ, მაშინ ესპანურ გრიპს ეძახდნენ. ახლა ის ცნობილია H1N1-ის, ან უფრო მარტივად ფრინველის გრიპის სახელით. 1 საუკუნის წინ ამ ვირუსით პლანეტის მოსახლეობის 1/3 დაავადდა. მას 50-დან 100 მილიონამდე ადამიანი შეეწერა მთელ მსოფლიოში. ზუსტი მონაცემი არც არის ცნობილი. ფილადელფიისგან განსხვავებით, სრულიად საპირისპირო გზით განვითარდა მოვლენები 1500 კილომეტრის მოშორებით ქალაქ სენტ-ლუისში, ისევ ამერიკაში. როგორც კი ესპანური გრიპის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა აქ, 2 დღეში ქალაქმა დაკეტა სკოლები, დაკეტა სათამაშო მოედნები, ბიბლიოთეკები, სასამართლოები და ეკლესიებიც კი. ტრანსპორტით მგზავრობა უკიდურესად შეიზღუდა, კაცრად აიკრძალა 20-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება. აღლუმისგან განსხვავებულმა ამ რადიკალურმა ზომებმა, რასაც სოციალური დისტანცირება ჰქვია, მოიტანა ის შედეგი, რომ სენტ-ლუისში იგივე ვირუსმა 2-ჯერ და მეტჯერ ნაკლები ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე ფილადელფიაში. აი ახლა შეადარეთ, რა მოხდა ფილადელფიაში, სადაც მთავრობამ არ შეზღუდა, არ გააკონტროლა ვირუსის გავრცელება. ინფიცირებულთა და დაავადებულთა და დაღუპულთა რაოდენობა კატასტროფული სიჩქარით გაიზარდა და რაც მთავარია, დაავადებულთა რიცხვმა ისე სწრაფად გადააჭარბა ჯანდაცვის შესაძლებლობების ზღვარს, რომ საავადმყოფოები ვეღარ აუდიოდა პაციენტების რაოდენობას. ექიმებს და კლინიკებს უბრალოდ ფიზიკურად აღარ შეეძლოთ დაავადებასთან გამკლავება. ეს რა თქმა უნდა იწვევს მაღალ სიკვდილიანობას, როგორც თქვით, ან ძალიან სწრაფად პანიკას, ისტერიკას, ეკონომიკურ კოლაფსს და ისეთ დამანგრეველ ეფექტს ტოვებს საზოგადოებაზე, რომ თვითონ ეპიდემია რომ ჩაწყნარდება, მისი უარყოფითი გვერდითი ეფექტები კიდევ დიდხანს რჩება და მათი მოგვარება ძალიან დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ახლა ნახეთ რა მოხდა სენტ-ლუისში და შეადარეთ. როგორც გითხარით, აქ ქალაქის მთავრობამ ვირუსის გამოჩენისთანავე მკაცრი შეზღუდვები დააწესა და თავიდანვე საკუთარ ხელში აიღო ფაქტობრივად ეპიდემიაზე კონტროლი. სოციალური დისტანცირების, ჰიგიენის დაცვის და სხვა ჩარევების წყალობით, როგორც ხედავთ, ეპიდემია დროში გაიჭიმა, მაგრამ სამაგიეროდ ფაქტობრივად კონტროლირებადი გახდა და რაც მთავარია, მას არც ერთ ეტაპზე არ გადაულახავს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების ზღვარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ექიმებს და საავადმყოფოებს ჰქონდათ საშუალება მშვიდად მობილიზებულად და ქაოსის გარეშე ეზრუნათ პაციენტებზე, რაც სიკვდილიანობასაც ამცირებს. კონტროლის ქვეშ მოქცეული ეპიდემია არ იწვევს არც ეკონომიკის კატასტროფულ ჩამოქცევას, სხვა სფეროების წარმომადგენლებსაც აქვთ დრო იმისთვის, რომ ამ ექსტრემალურ ვითარებაში ადეკვატური ქმედებები შეიმუშაონ, ხოლო მეცნიერებს აქვთ იმის დრო, რომ მიაკვლიონ ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტისა თუ ვაქცინის ფორმულას. ამ მეთოდს ჰქვია ეპიდემიის ხელოვნური შენელება და პიკის დაწევა. დაავადებულთა, ინფიცირებულთა რაოდენობის პიკის დაწევა. თუ გაინტერესებთ, სად ვართ ჩვენ საქართველო, მე სიხარულით გეტყვით, რომ ჩვენ მწვანე ზონაში ვართ და თუ სწორად გავაგრძელებთ მოქმედებას, გვაქვს შანსი იტალიასა, ირანზე და ჩინეთზე ბევრად უფრო მშვიდად გავიაროთ
კორონავირუსის შემოტევა. ოღონდ ამისთვის მარტო ხელისუფლებას და ჯანდაცვის სისტემას არ უნდა ვუყუროთ ხელებში. პირველ რიგში საკუთარ ხელებს უნდა მივხედოთ. პანდემიის დროს მთავარია ჰიგიენის დაცვა, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა საკუთარ თავთან და საზოგადოების სხვა წევრებთან. თითოეული ჩვენგანი პირველ რიგში თვითონ არის საკუთარი თავის პრემიერი თუ ჯანდაცვის მინისტრი. პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა დავუწესოთ ჩვენს თავს შეზღუდვები და მკაცრი ჰიგიენის წესები. თითოეული ჩვენგანი პირველ რიგში თვითონ არის საკუთარი თავის ექიმი და ჩვენ თვითონ უნდა მოვუაროთ თავს, ვიდრე ნამდვილ ექიმთან გახდებოდეს საჭირო ჩვენი მისვლა. და აქვე დავამატებ ნურს პირველი პაციენტების განკურნების გამო მივეცემით გადაჭარბებულ სიხარულს და ნუ მოვეშვებით. ძალიან ბევრი დაავადებული განიკურნება კიდევ, მაგრამ ეპიდემიას ერთი ვერაგი თვისება აქვს. როგორც კი ნაადრევად ჩათვლი, რომ ის გაქრა და აღარ გემუქრება, როგორც კი მოეშვები, ზუსტად იმ დროს ვირუსი შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ძალით შემოbrunდეს. ასე მოხდა სხვათა შორის სწორედ ესპანური გრიპის დროს. ამიტომ ნუ გავიმეორებთ წინა საუკუნის შეცდომებს. ერთად შეთანხმებული მოქმედებით ჩვენ შეგვიძლია კორონას დამარცხება. არ დაგავიწყდეთ, საქართველო მწვანე ზონაშია. მე ვარ გიორგი გაბუნია. ეს არის პოსტფაქტუმი, თქვენ ხართ თავარი.